სტუდიაში ვთხოვ ახლა ნანუკას. ნანუკა, დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. მოგესალმები, როგორ ხარ? მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა. წითელი საგანგებო ჩაიში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფერი არჩიე, ხო? როგორ ხარ? ყველაფერს მნიშვნელობა აქვს ასე დროს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ყოველთვის გრძნობ შენს პერსონალურ მხარდაჭერას და ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად ნებისმიერ ჩვენი კოლეგისგან, მაგრამ შენგან კიდევ უფრო მეტად რა. შენ განსაკუთრებით იმსახურებ ყოველთვის ამ მხარდაჭერას, იმიტომ რომ ხარ გამოკვეთილად სოლიდარული და ხარ გამოკვეთილად ადამიანის გვერდში მდგომი. ამას ჩემგან ბევრი ახსნა განმარტება არც სჭირდება. მე მგონი ეს პირველი პირდაპირ ეთერია, ხო? მას შემდეგ რაც შორის არ ვფიქრობდი და მე ბოლოს დღესდილით მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჯობია ვილაპარაკო რაღაც თემებზე, რომ ანუ ადამიანებმა საკუთარი დასკვნების გაკეთება მაინც რთული პროცესია და როდესაც არავინ არაფერს არ გეუბნება, შესაბამისად ეს გაძლევს იმის უფლებას, რომ არასწორი დასკვნები გააკეთო მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით და ბუნებრივია, რომ შენი ეთერი ჩემთვის ყველაზე ისე. დიდი მადლობა რომ დაგთანხმდი ინტერვიუზე და მოკლედ დავიწყოთ. საბოლოოა გადაწყვეტილება, რომ შენ მიდიხარ პოლიტიკაში და მიდიხარ არც მეტი არც ნაკლები ნაციონალურ მოძრაობაში. აი სხვაგან როწავსული ხო? არა, სხვაგან პოლიტიკაში და სხვაგან ვერ წარმომედგინა, თუ კი პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებდი, ალბათ ვერ წარმოვიდგენდი, რომ სხვა პარტიას აირჩევდი, მაგრამ მაინც ეს იყო ერთგვარი მოულოდნელობა. ჩვენ გავიგეთ მიხეილ სააკაშვილის პოსტიდან და შენც შეთავაზება თუ მანამდე. მოდი მოგვიყევი, როდის დაიწყო, როგორ დაიწყო, რა ფორმით მიიღე ეს შემოთავაზება, რა გადაწყვეტილება გაქვს მიღებული და როგორ წარმოვიდგენია შენი მისვლა პარტიაში? ეს დაიწყო სულ რაღაც 3-4 დღის წინ. ეს მოლაპარაკება ბუნებრივია დღის 3-4 დღის წინ. ბუნებრივია ეს გარემოებები აფერხებდა გარკვეულ რაღაცა ტემპის აჩქარებას, იმიტომ რომ როდესაც ახლა ადამიანი ციხეშა და წერილობით ხდება გაცვლა მოსაზრებების რაღაცა ტიპის წერილობით მოგწერა, წერილობით იყო ჩვენი კომუნიკაცია. პრინციპში პირველი შეთავაზება იყო ის, რაზეც მე უკვე ვისაუბრე თავმჯდომარეობაზე. ეს გულისხმობს, არ გულისხმობს, მე მინდა რომ მაყურებელმა გაიგოს, რომ ეს არ გულისხმობს არავის პოზიციიდან გაშვებას, თავისთავად ივლისში ყველა საყვანძო თანამდებობის პირს ნაციონალურ მოძრაობაში ვადა ეწურება და როგორც მე ამიხსნეს, ეს ხდება თურმე იშვიათად და ეს ამჯერად ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ყველას ვადა ერთიანად ეწურება და შესაბამისად პარტია ემზადება დიდი განახლებისთვის. მაგრამ როგორც ჩანს, სააკაშვილის გადაწყვეტილი ქონდა მაინც რომ თავმჯდომარე უნდა შეცვლილიყო. მე მგონია რომ ყველას ერთად ქონდა გადაწყვეტილი, ეს არ იყო სააკაშვილის გადაწყვეტილება, მე როგორც ვიცი ეს იყო მიმდინარე პროცესი, ეს არც თინასთვის არ იყო უცხო მიმდინარე პროცესი, რომელშიც სავარაუდოდ თვითონ თინას ჩართული იყო, მე ასე ვიცი და სავარაუდოდ სიტყვა არასწორია. ყველა ერთიანად ჩართული იყო, რომ პარტიას დიდი განახლება უნდა ქონოდა სწორედ აი ამ ივლისში, 8 ივლისი არის მგონი ეს ვადა გამოცხადების ამ ყრილობის. შესაბამისად მე მგონია რომ თუ პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას მოძებნი უნდა ეძებო აუცილებლად ქალი თავმჯდომარე, იმიტომ რომ ამას სხვა პრესტიჟულობა და სხვა მომხიბვლელობა აქვს. მე მგონია რომ თინას აქვს ძალიან კარგი უნარები საერთაშორისო ასპარეზზე, ის რომ ნაციონალური მოძრაობა IPP-ის წევრია, ის რომ მას თავისი ავტორიტეტი და გავლენები აქვს საერთაშორისო თანამეგობრობაში. ანუ მე ვფიქრობ რომ თინასნაირი კადრი უნდა ეძებნა ნებისმიერ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას გარეთ და ეხლა როცა თინა ყავს ამდენი ხნის განმავლობაში ძალიან ერთგული და ყოველ აი ძალიან ადამიანთა დავარცხნილ ტექსტების გარეშე რო გელაპარაკო მე დავარცხნილ ტექსტების გარეშე რა მოგწერა ეს არის ერთი მართლა რასაც თინას პლუსში ვთვლი, მაგრამ მეორეა რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი პარტიის ბედი წყდება საქართველოში. ნებისმიერი პარტიის ბედს წყვეტს წალენჯიხელი, ბანოჯელი, ფარცხანაყანებელი და ეს უნარიც მნიშვნელოვანია, რომ შიგნით ეს პროცესი იყოს ზუსტად ისეთივე ეფექტური, როგორც ქვეყნის გარეთ. და მაგალითად შეიძლება ერთ ადამიანს ეს უნარები თანაბრად არ ქონდეს. ქვეყნის გარეთ ეფექტური იყოს, მაგრამ ქვეყნის შიგნით ესეთი ეფექტურობა არ ქონდეს. ეს შიმშილი პარტიაში დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი თვალსაჩინო არ იქნებოდა მაშინ, როდესაც ხაბი გარეთ იყო, იმიტომ რომ ხაბი ამის ბალანს აკეთებდა იდეალურად და მაშინ, როდესაც ხაბი ამდენი ხნის განმავლობაში პატიმრობაში და კიდევ მოუწევს პატიმრობაში ყოფნა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ტიპის კრიზისები პარტიაში გაჩნდება, იმიტომ რომ 2028 წელი მომდის. ეხლა რაც არ უნდა შიდა პროცესებისთვის და სხვა მოვლენებისთვის ემზადებოდა, მაინც 2028 წელი არის არჩევნების წელი და ყველა პარტიას ამ წლისთვის მომზადება მოუწევს. და ამ წლისთვის მომზადების მთავარი ვექტორიც, ხალხიც და მთავარი პლატფორმაც უნდა იყოს სოფელი, რეგიონი, საქართველო და ამ ქვეყნის მოსახლეობა. ამიტომ მიშას
შემოთავაზების, ანუ როგორც ის ხედავდა, როგორც ის რაშიც მე მხედავდა, იყო ზუსტად ეს პროცესები. სახალხოობა მიხსენა ბევრჯერ წერილში, აი როგორც ჩვენ შეგიძლია კომუნიკაცია ადამიანებთან, ანუ რა ჩამომითვალა ჩემს პლუსებში და რა დაინახა. შემდეგ რაღაცნაირად პლუს მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობის პლატფორმა გახდა მისთვის ბიძგი, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი მომწერა, რომ აი ახალგაზრდების დანახვა და სინამდვილეში არა მარტო დანახვა და ამ ახალგაზრდების მარტო ის კი არა, რომ მე აი ახალგაზრდები მყავს რაღაც, არა. ამ ახალგაზრდების ფუნქციის მიცემა, ფრონტზე გამოყვანა, ანუ უმრავლესობაში რა მოდელია? მე წინ არ ვარ. მე ვარ უკან, მე ვარ დღის წესრიგის შემქმნელი, რუტინის შემქმნელი, დისციპლინის შემქმნელი, რაც უნდა იარსებო. დისციპლინის და რუტინის გარეშე არ არსებობს არანაირი წარმატების ფორმულა არც ერთ სფეროში. ნუ მან დაინახა, რომ საჭირო იყო პარტიის განახლება აი და მოგწერა წერილი. აი ეს მაინტერესებს, ჩათვალე რომ ეხა ნანუკას შოუში ხარ და შე რასაც მკითხავდი, აი ზუსტად ჯერ პირველ რიგში ამას კითხავ, ვიდრე უფრო სერიოზულ პოლიტიკურ თემებზე გადავალთ. აი ფორმა როგორი იყო, რომ მოულოდნელი აღმოჩნდა ეს შეტელეფონი თუ შეიძლება. დიახ, უკაცრავ. ისა მოულოდნელი აღმოჩნდა, რა ეწერა წერილში, რომ მინდა რომ შენ გახდე თავმჯდომარე და შენი რეაქცია რა. ანუ არა, მოდი ესე ვთქვათ, რომ მანამდე რამდენიმე წერილი იყო ისეთი შინაარსის, რომ ისეთი ტიპის წინადადებები იყო, ისეთ რაღაცებს მიწონებდა, რომ რაღაცნაირად ხვდებოდი, რომ წინაწერილებში. ეს არ იყო არც შემოთავაზება, ეს არ იყო არც კონკრეტიკა, მაგრამ აი მაგალითად უმრავლესობაზე, კონკრეტულ ახალგაზრდებზე მისი ეს რაღაცა რაღაცა რომ მოსწონდა ძალიან, კონკრეტული ადამიანების გამოსვლებზე, კონკრეტულად ჩემს ეთერებზე, მაგალითად იადე მისი რეპლიკებით ხვდებოდი, რომ ეს არ იყო ის მიშა, რომელიც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ანუ იმ წერილის შინაარსი, რომელსაც მანამდე შეიძლება დაიარსება. მაგრამ მე ერთი წუთით არ დამიშვია ახლა რომ ამას ეს მოყვებოდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ რაღაცა ტიპი რაღაცისკენ მიდის, მაგრამ რისკენ, ანუ და აღმოჩნდა ეს მოულოდნელი 4 დღის იყო. პირდაპირ წერილი. ხო, გახდე? არა, ხო და გეხვეწები და გემუდარები ეს არის, ხო? არა, იყო რომ პარტიაში გაზდის ვად და ყველა საყვანძო თანამდებობის პირებს, ამის და ამის გამო, ჩვენი 25 წლიანი ურთიერთობების გამო გასაგებია, რომ შენ პოლიტიკური გამოცდილება არ გაქვს. მე შეუპირდაპირ ვთხარი, რომ პარტიის თავმჯდომარე განხილვა გამორიცხული იყო, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ჩვენი თვით შეფასება უნდა გქონდეს ადეკვატური ყველას, ვის რისი რესურსი გვაქვს. პურიც მეპურემ უნდა აცხოს და რაღაცნაირად არ უნდა დავემსგავსოთ კონცეფცს იმაში, რომ ჩვენ თავს არაადეკვატური შეფასებები არ უნდა მივცეთ. ვის რა შეგვიძლია, სათხედავთ საკუთარ შესაძლებლობებს, მათ შორის შეიძლება ვიღაცაზე მეც, მაგრამ იგივე შემთხვევაში უნდა დაინახო, რომ ვიღაცა შენზე მეტი შეუძლია და ეს ბალანსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე უნდა ვთქვა, რომ ამ მიმოწერაში და მე ვუთხარი, რომ მიშა, მე როგორც ახლა შენ პარტიაში ვხედავ, რა იდეასაც ვხედავ, მაგისთვის არ მგონია, რომ შენ მზად იყო. იმიტომ რომ მე როგორც ახალი სახე არსად არ მივალ, გამორიცხულია გამბავი, მე არსად არავის არ შევემატები როგორც რაღაცნაირად ახალი ადამიანი, იმიტომ რომ მე არსად ახალი არ ვარ. მე მგონია რომ ყველასთვის ძველი ვარ, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლისთვისაც, ჩემი მაყურებლისთვისაც. აი ზუსტად ეგ პროცესია საჭირო ნაციონალურ მოძრაობაში, ზუსტად ახალი სახეები უნდა მივიდნენ, ოღონდ ახალი სახეები უნდა მივიდნენ ახალგაზრდები, მათ შორის შიგნით მყოფი ახალგაზრდები. არა, რაღაცნაირად ფონი შექმნისთვის და მე იმისთვის რომ ლიდერმა თქვას რომ აი ჩვენთან ახალგაზრდებიც არიან და ეს ახალგაზრდები სადღაც უკან იდგნენ, არა. ახალგაზრდები უნდა მივიდნენ საკვანძო თანამდებობებზე, ახალგაზრდები უნდა მივიდნენ გადაწყვეტილების მიმღებ ტიპებად, ახალგაზრდება უნდა თქვას რომ ხო, ჩვენ ყველა ერთად, ნანუკასთან ერთად, სიტყვა მნიშვნელოვანი არის ეს წინადადება. ვიღებთ პასუხისმგებლობას მთელ ამ რიგ საკითხებზე, თუ გამარჯვება იქნება, ჩვენი გამარჯვება იქნება, თუ დამარცხება იქნება, ჩვენი დამარცხება იქნება, ოღონდ ეს ჩვენი ნიშნავს ბევრ ადამიანს ჩვენს ირგვლივ. როგორ ჩანს პარტიისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, იმიტომ რომ მე კომენტარებიდან გავაკეთე ეს დასკვნა. ანუ შენ რა ინფორმაცია გაქვს, მას არ გაუვლია, იცოდა პარტიამ, თინამ ბოკუჩავამაც იცოდა და სხვებმაც, თინამაც სავარაუდოდ ამ ტიპის შემოთავაზებას გიკეთებდა. სავარაუდოდ იცოდა, იმიტომ რომ ეხა მე წერილი მივიღე მათ შორის მისი პარტიის ლიდერისგან, რომელიც მისი ძველი თანაპარტიელია, ერთ-ერთი ვეტერანი, ნაციონალია და შესაბამისად იცოდნენ, იმიტომ რომ ვესაუბრე კიდეც ამ ადამიანებს, მეათი წუხილები მოვისმინე, ისინი როგორ ხედავენ ამ ყველაფერს. ნანუკა, შეიძლება ერთ რამეს დავაკონკრეტებ, ეს შენს ცნობილი ინტერვიუმდე იყო შემოთავაზება.
შემდეგ ხო ლუკა ჭოხონელიძესთან რომელიც ქონდა სადაც შენ საუბრობდი ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებულ პროცესებზე უკვე სააკაშვილის დაჭერის შემდეგ და სადაც მე ვსაუბრობდი როგორ ხედავ ნაციონალურ მოძრაობას დღეს მინდა რომ მნიშვნელოვანი რამ თქვა აი ამ საუბარში რისთვისაც მე მეგონა რომ მიშამზად არ იყო ანუ სიტყვა რევოლუციაც ამ კონტექსტში გაჩნდა რომ ანუ მე მაგალითად თქო წარმომიდგენია თქო ერთ-ერთი წერილი შინაარსი არ ვიცი ხამდან სწორია პირად წერილების ესე მოყოლა მაგრამ ნუ სწორია იმ თვალსაზრისით რომ სხვა შემთხვევაში ვერ მოყვები რაზე იყო საუბარი. იყო ის რომ მე მაგალითად ამას იმ შემთხვევაში დავინახავდი მომხიბვლელ წინადადებად, ანუ ამას მთელი რისკები ახლავს ჩემი მხრიდან. იმიტომ კი არა რომ ვინმე ნაც დამიძახებს, მე ეს არ მაკომპლექსებ და არც ერთ წუთს, არც მიშისტის დაძახება, ამაში მე ისაც გავდივარ რამდენი წელია. ნაცსაც მეძახიან და მიშისაც მეძახიან. ანუ ეგ ჩემი არ არის. და ღიადაც აფიქსირებდი შენ რომ იყავი მისი მხარდამჭერი. ანუ ეს არ წარმოადგენდა, მაგრამ არის რომ მეორე ნაწილია რომ 46 წლის ასაკში ცხოვრობს, სადღაც ჩემს 7, ანუ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხო როგორც ხალი ხალს გელაპარაკები, სადღაც კომფორტი ზონა, შენზეა გადაწყვეტილება, როდესაც ახვალ როგორ იზამ, რას იზამ, ხარ შენ სრულად კომფორტის ზონაში, მათ შორის შენ საქმეში, უკვე მიხვედი იქამდე რომ ტყბები შენი მოსავლით. ეს ახალი უმრავლესობაც არის აბსოლუტურად ჩემი კომფორტის ზონა, იმიტომ რომ წარმოიდგინე ახალი ადამიანების შექმნა არის ძალიან დიდი სიამოვნების ველი ჩემთვის და ამ პარალელურად შეხვიდე ამ ხელა ბრძოლაში და მე ზუსტად ვიაზრებ, თუ მე ამ გადაწყვეტილებას მივიღებ, ეს როგორ მარტივი არ იქნება. ჯერ არ გაქვს ეს არა არის რაღაც დეტალები, რაზეც უნდა შევთანხმდეთ. რა არის? ანუ ძალიან შიდა დეტალია, აი ძალიან შიდა სამზარეულოა და არ იქნება სწორი. მათ შორის ადამიანებთან შეხვედრა, ისინი როგორ ხედავენ ამ პროცესს. მათ შორის მიშასთან, ანუ მიშასთან შეთანხმებული ვარ. მიშას ჩემი თანხმობა აქვს იმ თემაზე, რა პირობაც მომსა და შემდეგ რა საჯარო პოსტით დაწერა, რომ ის რევოლუციური ცვლილებებისთვის მზად არის. ანუ მე ამას უყურებ მიშა სააკაშვილის ენერგიის მიტანას, ანუ მე ვერ გავხდები პოლიტიკოსი კლასიკური გაგებით. მე შემიძლია სწორი მენეჯმენტი ვახორციელო პარტიაში ადამიანების, მათ შორის ადამიანებისთვის ისე ვესაჭის მიცემის, როგორც ამას მიშა აკეთებდა კანადაში რო გაფრინდა, იქ რომ ემიგრანტი გოგო ნახა და რომ ჩამოიყვანა და ქვეყნისაჭე ვერაკობალიას გულისხმობ, რომელიც აღმოჩნდა ძალიან წარმატებული და მიშას წარმატების ფორმულა იდგა იმაზე, რომ ენდობოდა გარედან ადამიანებს. არა მარტო ნაცებს და არა მარტო მის წიაღში დაბადებულებს და გაზრდილებს, არამედ გარეთ არსებულ ადამიანებს. ანუ ამან უნდა იარსებო. რას თავაზობთ ამ შემთხვევაში, რადგან შენ საუბრობ იმაზე, რომ თუ გავიმარჯვებთ, მაშინ ჩვენი იქნებაო გამარჯვება და პასუხისმგებლობასაც ვიღებ და წინა პლანზე უნდა იყვნენ ახალგაზრდები. აი ძველ პარტიას, ძველ სამომავლოდ უკვე შენს თანაპარტიელებს რა როლი ექნებათ პარტიის განვითარებაში? ჩვენში ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს, რომელიც იქნება ჩვენთან ერთად ამ რევოლუციური ცვლილებების დროს. რომელიც იტყვის, რომ აი დიახ, აი მაგის დრო იყო, აი მე ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება. რომელიც იტყვის, რომ ხო, ახალგაზრდას, მათ შორის მათ რიგებში არსებულ ახალგაზრდას უნდა ჩაბარდეს საკვანძო თანამდებობა. კი, პასუხისმგებლობების აღება უნდა გადანაწილდეს ასე. ანუ ჩვენში არ გულისხმობ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც მივდივართ, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი. წეღანებს საუბრობდი, რომ არსებობს ესეც სპორტულ სამყაროში ძალიან კარგი მოდელი ვეტერანები რაშვებიან და როგორ იქცევიან შემდეგ აი ვეტერანი სპორტსმენები. 80% უმრავლესობა მათი მიდის ანუ ხდებიან მწვრთნელები. და რატომ? იმიტომ რომ მთელს ამ თავის გამოცდილებას, მთელს ამ თავის დაგროვილ ინფორმაციას, ენერგიას და ასე შემდეგ უზიარებენ ახალგაზრდებს. ანუ არიან ის ადამიანები, რომლებმაც რაღაც ისწავლეს, რაღაც შეცდომები დაუშვეს, საკუთარ შეცდომებზე ისწავლეს და ახალგაზრდებს ეუბნებიან, რომ შენ ახლა პასი აქედან უნდა მისცე, შენ ახლა აქედან უნდა ჩააწოდო, იმიტომ რომ ეს თვითონ აქვთ გავლილი. მე მგონია ამ კულტურის დამკვიდრება პოლიტიკაში არის მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობის ვეტერან პოლიტიკოსებს ძალიან კარგად ესმით, რომ ახლა იმის დროა, რომ მთელი ეს გამოცდილება რაც დააგროვეს, რჩევლების სახით, გამზიარებლების სახით გაუზიარონ იმ ახალ ადამიანებს, რომლებიც იქ მივალენ. ოღონდ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მივლენ გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანებად და მივლენ იმ ადამიანებად, რომლებიც იტყვიან, რომ ხო ახლა ჩვენ ვაკეთებთ და რავი, მიშაც უშვებდა შეცდომას. და ნებისმიერ ადამიანი, რომელიც ამას იწყებდა, უშვებდა შეცდომას და ეს შეცდომა 22, 24, 26, 30 წლის ახალგაზრდასგან უფრო მისაღები და უფრო სწორი ფორმა
ფორმა, ვიდრე აი ამ წაგების ეშმაკის ბორბალზე რო ტრიალებს ის ადამიანი, რომელიც 2012 წლამდე ბევრი წელი იყო, 2012 გამარჯვების ფორმულა უნდა შეიქმნას. და ფაქტია, რომ გამარჯვების ფორმულას ძველი გამოცდილებები არ ყოფნის. ცოტა ახალი სითავხედე უნდა, ცოტა სხვა გაბედულება უნდა, რომლებიც ახლებს ეკ. თქვი რომ თუ გადავწყვიტი, ანუ რა შეიძლება აღმოჩნდეს ის ფაქტორები, რამაც შეიძლება უცებ გადაგაწყვეტინოს, რომ არა. არ მინდა. არ ვიცი ასეთი რა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მიუხედავად ანუ არსებობს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანების მოსაზრება, რომ აი მიშა ვითომ ამისთვის მართლა მზად არის. ამდენი წლის განმავლობაში ეს ვერ განახორციელა, მე მიშასთან მქონდა კიდეს ეს მიმოწერა, რომ მიშას აქვს იმისი, ანუ ის მომენტია, რომ მიშა მაჩვენოს გარეთ ახალგაზრდებს, ამომრჩევლებს, მათ შორის გაბუტულებსაც, სწორად ნაწყენებსაც, რომელიც ამ პარტიამ უკან უნდა დაიბრუნოს. ის ადამიანები, რომლებიც ბევრი არასწორად გაანაწყენა, მათ შორის ამომრჩევლების და მათ შორის ის ადამიანების, აი პირობითად რეგიონების რესურსი, ხო? ამ ადამიანებს უნდა აჩვენოს, რისთვის არის მზად. და თუ ის საკუთარ პარტიის მოდელზე აჩვენებს ამ ხალხს, რომ ის არის რევოლუციისთვის, მას აქვს ეს ენერგია, მიშა ისივე იგივე ჯანზე, ზუსტად ისევენაირად ფიქრობს. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი მოდელი, რომ გარეთ მყოფ ადამიანებს აჩვენო, რისი შექმნა შეგიძლია შემდეგ უფრო დიდ მასშტაბში. რადგან რევოლუციური მაპატი ერთი წამი თუ პარტიაში ვერაფერს ვერ ცვლი ამდენი წელი. მაშინ მე შენ არ დაგიჯერებ, რომ რაღაცას ქვეყანაში შეცვლი. და შენ თუ მე დამანახებ, რომ პარტიაში შეგიძლია რადიკალური ცვლილებების, ნდობის მანდატების გაცემის, ისევ ზუსტად იგივე ფორმატში ხარ და იგივე ფორმაში, შემდეგ მე ვფიქრობ, რომ უფრო მომხიბვლელი ხდები ჩემთვისაც, რომელსაც კოცი არ მომწონს და რომელიც რაღაცნაირი შუაში სტივა რა, რომელსაც მახსოვს რა გააკეთე ამ ქვეყნისთვის და მახსოვს ის დოვლათი, რომელიც ამ ქვეყნისთვის რა შექმენი. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებთან ლაპარაკი შეიძლება და ამ ადამიანებთან ლაპარაკი შეიძლება იმ ხალხის მხრიდან ვიზეც წყენა არ არსებობს წარსულში. ვისაც რაღაცა ტიპის შლეიფი არ მოყვება, ანუ ნაციონალური მოძრაობის სახელით. უნდა ილაპარაკონ იმ ადამიანებმა, ვისაც შეუძლათ იყვნენ თამამები, გაბედულები, მაგრამ უკან შლეიფები არ მოყვებათ. გავიგე და საინტერესო ის არის, ვთქვა თუ კი საბოლოოდ შედგება ეს მოლაპარაკება, უფრო კი ხო, როგორც ხვდები, უფრო სავარაუდო. მაგრამ არის ორი დეტალი, რაც უნდა გავიაროთ. რა არის? არის, ვერ ვამბობ, მაგრამ არის ორი დეტალი, რაც უნდა ანუ აი ამ შემთხვევაში თუ კი შედგება ეს მოლაპარაკება, შენ იქნები რა პოზიციაზე პარტიაში, ანუ პირველებს ქონდათ გამოტანილი ინფორმაცია თანათავმჯდომარეობის შესახებ, ანუ შესაძლებელია ორი თავმჯდომარე. არა, ორი თავმჯდომარე და არა. თინა იქნება თავმჯდომარე. მე ვიქნები თანათავმჯდომარე. არ ვიცი, რაც უნდათ ის დამარქვან. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის რა მერქმევა იქ. ჩემთვის მნიშვნელოვანია რას გავაკეთებ. ეხლა მე თქვენ მოგყვებით რას გავაკეთებ. იმ ყველაფერს თუ იმ შემთხვევაში თუ თან ხოლმე ეკმა რაც მოვყვევი, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის შიდა სტრუქტურული რეფორმების გადამწყვეტი ნაწილი იყოს აქეთა მხარე. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ საქართველოში დაგეგმილი რეგიონებში გასვლა სხვა ფორმატით, ახალგაზრდული კარვებია, ეს აბსოლუტურად სხვა სისტემა ახალი. იქნება ჩვენი ანუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ გავაკეთებ და რაც თინას უნაკლოდ გამოსდის, თინა გააკეთებს.